მივულოცავთ თბილისობას და მე მინდა ეს დღე მივულოცო არა მხოლოდ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვერთებით აი ამ ღონისძიებას ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მცირე აფხაზეთობა გახსნილი და უმასპინძლებთ თბილისობის პარკლებში ჩვენ სტუმრებს და მე ვფიქრე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ თბილისში ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ცხოვრობს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიყოთ ესეთი ინტეგრირებულები. ჩვენ ახლა ვართ აფხაზურ ეზოში და აი ესე ხვდებით თბილისობას, მასპინძლობთ თბილისელებს და არა მარტო აქ ჩამოსულ სტუმრებს. და აქ მართლაც წარმოდგენილია ერთგვარი აფხაზური ეზო თავისი ყველა საინტერესო დეტალით. გულს უხარია ის, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავს. აი ძალიან ბევრი და რა ვიცი, ამით ვარ კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი. გილოცავთ ყველას თბილისობას. დღეს აღინიშნება თბილისობის დღესასწაულის მეორე დღე და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის წარმოდგენილი საქართველოს კუთხეები, მათ შორის აფხაზეთი. მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და სიმბოლური ინიციატივა, ვინაიდან იგი ხაზს უსმევს საქართველოს ერთიანობას. მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული და იმედი მაქვს, რომ მალე შეგვეძლება მსგავსი დღეების აღმოჩნდა ერთიან და გარწმუნებულ საქართველოში.